თუ კი მზეა, უკვე შესრულიათ მზეზე ვთვებით. როგორც მზე გადაევლის, გადავალთ უკვე ნარჩენებზე, ბიომასის ნარჩენებზე, თხილის ნაჭუჭებზე ვარ და ნიგზის ნაჭუჭებზე. აი ამ სისტემის გამოშვება დავიწყეთ უკვე ოფიციალურად ქარხნული წესით. აქეთკენ მივდივარ. რამდენიმე წლის წინ, როგორც ამბობენ, ყველაზე გიჟური იდეა მოუვიდა. თბილისში ყველაფერი გაყიდეს და ბაზალეთის ტბასთან დასახლდნენ. გარდა სახლისა, ეს ერთგვარი შოურუმია. როგორც შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი ბუნებაში, იღებდეს ელექტროენერგიას, სითბოს, ცხელ წყალს, ჰქონდეს წარმოება, დანახარჯი იყოს მინიმალური და მინიმუმამდე დაყავდეს გარემოს ზიანიც. ცხოვრების ამ რიტმზე რამდენიმე წლის წინ გადაეწყო. ცვლილებები მისთვის ძალიან ჩვეულებრივი რამაა. ისვრის პროფესიებს, ბიზნესებს, სამოსახლოს. მაშინაც როცა პროფესია აირჩია, ორგან ჩააბარა და ორივეგან მოეწყო. პროფესია მართლა ბევრი იყო, ბევრჯერ შევიცვალე. შიში მქონდა რომ ინსტიტუტში კონკურსი იყო რაღაცა და ორ ინსტიტუტში შევიტანე ერთდროულად და ერთი პროფესია რაც ძალიან მომწონდა ეს მათემატიკური სისტემები იყო და მეორე გეოგრაფია, გეოლოგია. ორივეზე მინდოდა სწავლა პრინციპში და ორივეზე მოხდი ესეც მოხდა. არჩევანი გავაკეთე აი ამ პროფესიაზე, გეოგრაფია, გეოლოგიის ფაკულტეტი, გეოფიზიკოსობა. წინა ცხოვრებაში გალის ატომური სადგურის პროექტზე მუშაობდა, ტრანსკავკასიური რკინიგზის მაგისტრალზე. მერე დაიწყო ეგრეთ წოდებული პერესტროიკა. ეს ქვეყანა დაიშალა და დაიწყო ძიება. მისი პროფესიებისა და საქმიანობების, ასე ვთქვათ, შორტლისტი ასეთია. გეოფიზიკოსობიდან უფრო ფიზიკა-მათემატიკაში წავედი. მოხდა ისე, რომ პირველი საწარმო, რომელიც შევქმნით, ეს იყო საწარმო კომპიუტერების წარმოებასთან დაკავშირებული. ეს იყო Oriente International ესეთი კომპანია ირლანდიული და ჩვენ ირლანდიური კომპანიასთან მუშაობდით, მათი წარმომადგენელი ვიყავი საქართველოში. შემდგომ მოხდა ისე, რომ შუა აზიაში გავაგზელე შრომა, იკვების პროდუქტებთან დაკავშირებით, თევზის ქარხანაში მქონდა აქტიურობები. მერე დავიწყეთ შესაფუთი ბიზნესში აქტიურობები და ჩამოვაყალიბეთ პირველი საწარმო, რომელიც აი პოლიეთილენის და მაგის მერე გადავედით უკვე ხე-ტყის დამუშავებაზე, საწარმო ავაშენეთ და ჩვენ მოხვდით ლიბანში მერე. საპილოტო სახლებს ვაშენებდით, ვასწავლიდით, ქარხანა გავუშვით და უკვე მივედით იქამდე, რომ ეს ახალი ტექნოლოგიების ცენტრი ჩამოვაყალიბეთ. რაღაცას ამთავრებს, მერე ბეზრდება და ახალს იწყებს. ხშირად ძალიან განსხვავებულს. პრობლემები მიყვარს და მათი გადაწყვეტაც. არ გიგონთ რომ ყველაფერი როგორ ლამაზადაც ყვები ისე იყო. იყო შეცდომებიც, იყო 90-იანების გამოწვევებიც. არც ის იყო რომ რასაც აკეთებდა, ყველაფერი მოსწონდა. ლამაზად მოსაყოლია, თორე ლამაზად ასე ვთქვათ გადასატანი არ არის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი არ ვიცი. მე მგონი ვერ გეტყვით, იცით? შესაძლოა ბევრი იყო ძალიან. ბევრი მქონია თან, რომ არ მომწონებია მითქვამს რომ ეს არ არის ჩემი და დამიტოვებია და ადამიანებს გაკვირვებიათ. ეს შე როგორ შეძელი ამისი დატოვება, მაგრამ მე მგონი ყველაზე დიდი სიძლიერეც ის არის ჩემში, რასაც უყურებ ჩემი თავი, რითიც მომწონს რომ მე შემიძლია დავტოვო ეს ყველაფერი და არაფერმა არ გადაწონს. ახლა ცუდნას ყიდი ვამბობს, როგორ იცხოვრო ბუნებაში ბუნებასთან და არ იყო მისი ყველაზე დიდი მტერი, როგორ დაზოგო და როგორ აწარმოო მინიმალური ხარჯებით, როგორ შეინახო ჭარბი ენერგია, წყალი გადაამუშავო და რამდენჯერმე გამოიყენო. ჩვენი სისტემები არის ჰიბრიდული, ანუ ყველა ერთად აღებული, ერთად ოპერირებული, ეს განახლებადი ენერგეტიკის წყაროები და კიდევ აი ეს მოდულები ასე ვთქვათ ერთმანეთზე კასკადურად გადამო. ეს ძალიან საინტერესოა. დღეს ჩვენ გვაქვს ამისი საწარმო, სადაც ვაკეთებთ კომპლექტაციას და უკვე საწარმო სასწავლებელთან ერთად დაიწყეს მუშაობს, იმიტომ რომ საწარმო არის დუალური სწავლების ცენტრი. ანუ სწავლებაზე და ანუ სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება გვაქვს. იავრის ბოლოს ესკოს პროფესიული სასწავლებელი პირველ სტუდენტებს მიიღებს. სამთვიან კურსზე სასწავლებლად სკოლა დამთავრებულებს ელოდა, მაგრამ ძირითადად ინჟინრები მოვიდნენ. ახალი სისტემები აინტერესებთ, იციან რომ ხვალ ეს აუცილებლად დაჭირდება და თადარიგს იჭერენ. ნელ-ნელა ბიზნესიც ინტერესდება. სანამ ადგილობრივი კადრები გვეყოლება, სპეციალისტები უცხოეთიდან ჩამოყავს და სანამ საწარმო სასწავლებელში შეიხედათ, რომელიც დუალური მოდელის არის, მანამდე სახლიდან დავიწყოთ და ჭკვიანი მწვანე სახლის მოდელი ვნახოთ. მეც გაგიზიარებთ იმას, რასაც ჩემი როგორც ჰუმანიტარის გაქანება იყო. თავსიყრის, როგორც თქვით, მზის კოლექტორები, აი ეს არის ამისი ასე ვთქვათ ტუმბო, საიდან შემოდის მზის კოლექტორები. ეს არის ჩვენი ბიომასის ღუმელი, რომელშიც ხდება წვა აი ამ ნარჩენების. გვაქვს კიდევ აქ
გამათოვე, რომელიც არ მუშაობს, იმიტომ რომ სისტემას არ ჭირდება. ეს არის შემნახველი, ასე ვთქვათ, ცხელი ენერგიის შემნახველი კვანძი, გვაქვს ვინახავთ ელექტროენერგიასაც და ჩვენი საქმიანობა არის აი ასეთი სისტემის შექმნა. ეს მუშაობს მზეზეც, დედამიწის სითბოზეც, ბიომასაზეც და გაზზეც. ეს ერთგვარი საუბნო ენერგომომარაგების სისტემა, რომელიც აგროვებს ენერგიას. განსხვავებული იაფი წყაროებიდან და ასე შეუძლია მიაწოდოს ენერგია ერთ დასახლებას 10 სართულიან კორპუსს. ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ, ერთ-ერთი იდეა, რომ განმოვითაროთ მიკროენერგო მენეჯმენტის სისტემები. სწორედ ამას ნიშნავს, რომ ენერგია იყოს მინიმიზირებული მოხმარების ნაწილში. ამას როდესაც დავამთავრებთ ჩვენ ის რაც დაგვრჩა მოსამარაგებელი, ასე ვთქვათ, ის ცოტა რაოდენობა 20-30 თუ 15 კილოვატი-საათი, ხო, ის მომამარაგოთ ადგილზე წარმოებული ნარჩენებისგან და განახლებადი წყაროებისგან გენერირებული სისტემებით. ეს არის ნულოვანი სისტემები. ამუცნაური კონსტრუქციებიდან გამლოლები მხოლოდ მზის პანელებს ცნობენ. არადა აქ ენერგიას ბიომასიდან, თხილის და კაკლის დაჭუჭისგანაც იღებენ. ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, ექსტერიერი შიდა ჰიბრიდული სისტემის, სადაწნეო წყლის ზემოთ, სადაც ხდება წყალი ჭაბურღილიდან და ეს წყალი ხდება ხანქარის ენერგიით, ატანა ხამზის ენერგიით, შემდგომ მოეწოდება თავისი წნევით. ეს მეორე ბუნკერი არის უკვე ბიომასის ბუნკერი, სადაც განთავსებულია ამ წუთში თხილის ნაჭუჭები. როცა სიდრის მარნისთვის მშენებლობა დაიწყო, სამშენებლო მასალად საძირკველიდან ამოღებული მიწა გამოიყენა, ნამჯაშერეული. ალის ზაგური დაამზადა და ირგვლივ არსებული ქვები ჩააყოლა. სიდრს აქაწყიდის და ბრიტანეთშიც გაიტანა. მოხმარებულ წყალს კი რამდენჯერმე იყენებს. სიდრის საწარმოც იმის დემონსტრირება, როგორ შეიძლება გამოიყენო განახლებადი ენერგია წარმოებაში. განსაკუთრებით ჩვენში ყველაზე მეტად გავრცელებული ღვინის ბიზნესში. ეს არის მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, კახური ზავოდი. ოღონდ, რომელიც მუშაობს განახლებად ენერგიაზე. ეს სისტემა დღეს მუშაობს, ასე ვთქვათ, დისცილირებაზე და მუშაობს აღდგენადი ენერგიით, თხილის ნაჭუჭებით და თავიდან ესეთი ლოგიკა აქვს, რა თავიდან სისტემა ითხოვს ენერგიას, მიიღებს ენერგიას იმ ცენტრალური საწყობიდან, მაგრამ ამას სჭირდება უფრო მაღალი ტემპერატურები, ვიდრე იმ საწყობში ინახება და უმატებს მერე თავისი სისტემიდან. მისი იდეების პირველი მსმენელი და გამზიარებელი ნინოა. ამ ოჯახურ ბიზნესში ფინანსურ და ადმინისტრაციულ მხარეს განაგებს. გამიკვირდებოდა პროფესია მასაც რომ არ შეეცვალა. ისიც გეოფიზიკიდან მოვიდა. ერთ დღესაც ექიმთან მივიყვანე ბავშვები და რა სჭირსო და რომ მოუყევი რატო დამყავდა ეს ისა და ქალბატონო ძალიან გთხოვთო მუშაობა დაიწყეთო და ამ ბავშვებსაც დაასვენებთო და თქვენც უფრო ბედნიერი იქნებითო და რაღაცა მომეწონა ეს იდეა და მაშინ ზალი ეძებდა ფინანსურ აღვრიცხველს. ასე იქ ხან კურსების იმით ხან მივახცე იმის რომ დღეს 100-ათვისია ფინანსურ აღრიცხვას სადღაც კომპანია სჭირდება უკეთებ მე გარდა მაგისა ასევე ჩემს ფუნქციაში შედის ყველა ხელშეკრულების გაფორმება, შესყიდვების ორგანიზება. საკუთარ ნაწარს შეზე უკეთ ხალხს ვერავინ გააცნობს, ამიტომაც ასე დაატვირთულებს სოფლის ცენტრში და ხალხთან მოსაუბრეს ხშირად ნახავთ. იცის რომ პოპულარიზაცია აუცილებელია, მაგრამ ამას ცოდნი და შესაბამისი კადრით თუ არ დახვდი, არაფერი გამოვა. არც მარტო ცოდნა იქნება საკმარისი, თუ მისი რეალიზება არ მოხდა. და ამისთვის მარტო სიტყვები არ კმარაო. ბიზნესი ყველაზე კარგად გზნობს სიახლეებისთვის რა არის საჭირო და ხშირად პროფესიულ განვითარებასაც ის უწყობს ხელს. ეს საწარმო, სადაც ღუმელებს ამზადებენ, მარტო საწარმო არ იქნება. უკვე იცი სად იქნება სასწავლო ცენტრი, საკონსტრუქტორო ბიურო, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა. ახალ პროდუქტებზეც ფიქრობენ. იაშარბეი, როგორ ახარ? Hello. იაპონელებთან რისკების შეფასებაზე მუშაობს. ბაზალეთის ტიპის ბედსაც ფიქრობს. ხანდახან ვერ ვეწევით მის ფიქრებს სახში ამბობენ. რაშიც ეწევიან ეს მწვანე ინჟინერინგია. ბევრი რამის მოსწრება მინდა. შეიძლება არც ეს სამოსახლო იყოს ბოლო და არც ეს საქმე ბოლო ბიზნესი. მაგრამ ყარად არის დარწმუნებული, რომ ის, რასაც დღეს ბევრისთვის სიახლე ქვია, ხვალ უკვე ბევრი სახლსა და საწარმოში ჩვეულებრივი რამ იქნება. მაგრამ ყველაფერი ხომ ოდესღაც საიდანღაც ან ვიღაცისგან იწყება.